Πατρისათა და Სულისა Წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. თქვენ იცით, რომ შეიგი სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ არის ხოლმე ყოველთა წმინდათა კვირა, ყოველთა წმინდათა ხსენება. პირველად აი ყველა წმინდანის ხსენება არის ერთ-ერთი. და დღევანდელ საგალობელში ასეთი რამ იყო ნათქვამი, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ თქვენთან ერთად ამოვიკითხო. ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა სისხლი ვითარცა პორფირი და ბისონი მოსიან ეკლესიასა. ანუ ყველა იმ მოწამის ქრისტესთვის შეწირული ადამიანის სისხლი, როგორც აი პორფირი და ბისონი, როგორც ძვირფასი შესამოსელი, ესე მოსია ეკლესიას, ეს არის შესამოსელი. აი წარმოიდგინეთ, როგორ ხატოვნად არის ნათქვამი და ეს არის ძვირფასი შესამოსელი, აი თითოეული ადამიანის მიერ გაღებული ღვაწლი. წმინდანები უამრავია, ესე იგი, აი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამა თუ იმ წმინდანმა, მით უმეტეს მოწამე თუ არის ადამიანი, იმდენად შეიყვარა უფალი, რომ თავისი სისხლი გაიღო ღვთისთვის, ღვთის სიყვარულის. ანუ მისი მოწამეობრივი აღსასრული ეს იყო დადასტურება მისი მხრიდან ქრისტეს სიყვარულის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და დღევანდელ სახარებაში ასეთი რამ იყო ნათქვამი, რომ ყველა ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშეო, უფალი ამბობს, მეც ვაღიარებ მათ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. და ვინც უარ მყოფს კაცთა წინაშე, ანუ ისაც შერწყება, სხვაგან არის სახარებაში ნათქვამი, ისაც შერწყება ჩემი და ჩემი სიტყვებისა კაცთა წინაშე, ისიც შერწყენილი იქნება ღვთის წინაშე. და შემდეგ ამბობს, რომ ვინც შეიყვაროსო და ჩამოთვლის მამა იქნება ეს, დედა იქნება, ძმა და თუნდაც საკუთარი თავიო ჩემზე მეტათო, ის არ არისო ჩემი ღირსიო. და პეტრე მოციქული ეკითხება უფალო, აიო ჩვენო ყველაფერი დაუტევეთო და შენ გამოგხევითო და რა იქნებაო ჩვენთვის. და უფალი ეუბნება, რომ როდესაც დაждდებაო ძეკაცისა თავის საღდარზე განსჯად ყოველთა კაცთან, მაშინ თქვენც დასხდებით 12 აღწე 12 ისრაელის 12 ტომის განსაკითხად. და ამას გარდა ვინც დაუტევაო მამა, დედა თუ სახლი თუ და თუ ძმა თუ ასე შემდეგ, 100 წილად მიიღებს აქვეო და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებსო. მაგრამ წინანიო უკან იქნებიანო და უკანანი წინ იქნებიან. ეხა აქ რაზეა ლაპარაკი? უფალმა ხო ყველას მოუწოდა, მაგრამ შეიძლება ზოგი უწინ მივიდა. მაგრამ ვინც წინ მივიდა, ვინც უფრო ადრე მივიდა, მოდი ესე ვთქვათ, ვინც უფრო ადრე დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება და ვიღაცა შეიძლება ჯერ ისევ ცოდებში ცხოვრობს, შეიძლება ის, რომელიც ახლა ცოდებში ცხოვრობს, უფრო წინ დადგეს ღვთის წინაშე, ვიდრე ის, ვინც მანამდე მივიდა და არ გაუფრთხილდა იმას, რომ მისულია იქ. არამედ, მოდი აი ჩვენი რეალობიდან ვთქვათ, რო არ ვიფიქროთ, რომ რაღაცა სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. ეს ტაძარი რო გაიხსნა, ზოგი უწინ მოვიდა ხო მართალია. ზოგი 10 წლის წინ მოვიდა, 11 წლის წინ. ზოგი 1 წლის წინ მოვიდა. ვინც 10 წლის წინ მოვიდა, ის თუ აქ არის ახლა, ეს დიდი მადლი. და ამ მადლთან ერთად თვითონ ამ ადამიანის ღვაწლიც ჩანს ამაში. მაგრამ ის, რომ ვიღაცა 10 წლის წინ მოვიდა, არ ნიშნავს, რომ ღვთის წინაშე ის პირველი იქნება. ვიღაცა შეიძლება აქ გუშინ მოვიდა.
და საბოლოო ჯამში პირველი ის იყოს ღვთის წინაშე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმას, რაც ჩვენ ღმერთმა მოგცა, ჭირდება გაფრთხილება. შენ შეიძლება უფალმა მოგიწოდა, მაგრამ იმას უნდა გაუფრთხილდე. კი არ უნდა იფიქრო, რომ ეს მე მოვედი. ჩვენ ვინა ვართ? უფალი ამბობს, რომ ვერავინ ვერ მივა მამასთან ჩემს გარეშეო და ვერც ჩემთან ვერ მოვა მამის გარეშე. ესე იგი, ეგ იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი აქ ღმერთს მოყავს. მაგრამ როგორც ჩვენ ზიარების ლოცვებში ვამბობთ, ესე იგი, შენ ხადი უფალო და მე გევდი. უფალი მოგვიწოდებს, მოგვიხმობს და ჩვენ გაურბივართ. აი ახლა ჩვენ რა შევხედოთ, თუნდაც მხოლოდ იმ ხატებს, რაც ამ ტაძარშია. ყველა წმინდანმა რაღაცა გაიგო ღვთისთვის, რაღაცა შეჭირა. აი წმინდანინამ რამდენი გაიგო ღვთისთვის, წარმოიდგინეთ. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ცხოვრება რამდენი გაიგო. წმინდა გიორგიმ როგორ ხნეთ და ვაჟკაცურად მოითმინა ქრისტეს გულისათვის ყველაფერი, რაც მასში ამთვრია. წმინდა ილია მართალმა, ასურელმა მამებმა რამდენი რამ მოითმინა და დღევანდელ სამოციქულოში რო იყო ნათქვამი ჩამოთვლილი, ზოგი 100 აწამეს, ზოგი ისე აწამეს, ზოგმა ასე განიწმინდა სული, ზოგმა ისე, ზოგმა თავისი ოჯახური ცხოვრებით თუნდაც აი ღვთის წინაშე რო წავდგებით ჩვენ რა უნდა მივართოთ უფალს. მოწამეებმა მიართეს თავისი სისხლი, თავისი სიცოცხლე მიართეს, რომელიც აი როგორც ტროპარში წერია, ეკლესიას მოსწია როგორც პორფირი და ბისონი, როგორც ძვირფასი შესამოსელი და ჩვენ უნდა ვკითხოთ, ესე იგი ჩვენ თავს, რომ ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით, რა უნდა მივართოთ უფალს? რა არის ის, რასაც ჩვენ უფალს მივართმევთ? ზოგმა შეიძლება ის მოთმინება, რაც ქრისტეს სიყვარულისთვის გამოიარა, ის შეურაცხყოფა სიტყვაზე, ზოგმა მონასტრული ცხოვრებით, ზოგმა მოწამეობრივი აღსასრულით, ზოგი კარგად აღზრდილ შვილებს მიართმევს უფალს, ზოგი მიართმევს იმ მოთმინებას ავადმყოფობისას, რომ გამოიჩინა და მადლიერებით რომ მიიღო, როგორც აი წმინდა პაისი ათონელი ამბობს, თუ ადამიანი ავადმყოფობას მადლიერებით მიიღებს, ეს მას მოწამეობად ჩაეთვლება. ზოგი ამას მიართმევს ღმერთს, ზოგი წმინდა ცხოვრებას მიართმევს ღმერთს, ზოგი მოწყალების საქმეებს. თუმცა ესენი კი არ აცხონებენ ადამიანს, არამედ ეს არის ჩვენი გამოხატულება ღვთის სიყვარულისადმი, აი რამდენად შეძლო ადამიანმა და შეიყვარა ღმერთი. სიტყვაზე ვამბობ, ზოგი დაუშვათ აი ტაძარში რომ მოვდივართ ახლა ჩვენ, ზოგი დადგება და მთელი 2 საათია თუ რამდენი გრძელდება წირვა, იმ მოთმინებას მიართმევს ღმერთს, რომ დადგება და წირვის თავიდან ბოლომდე იდგება და მოусმოს, როცას შეწირავს და ამას მიართმევს. ზოგი ნახევარი დადგება, ზოგი გარეთ გამოისეირნებს, ზოგი ერთმანეთს დაელაპარაკება, ხო აი ვის რამდენი უნდა რომ მიართოს ღმერთს, აი ამაზეა ლაპარაკი. წმინდა პაისი ათონელს ეკითხებიან, რომ ფსალმუნების კითხვა გამჯდარი თუ შეიძლებაო და გან არ შეიძლება, ახლა კაცმა რო თქვას, გან არ შეიძლება, თუ ადამიანი უძლურია და ესე იგი უჩის ფეხზე დგომა, დაჯდება და ისე ილოცებს, ვიღაცა ვერც დაჯდება, წამოწვება და ისე ილოცებს. და წმინდა პაისი ათონელმა რა პასუხიც გასცა, იმაში იმერთ წინადადებაში ეს ყველაფერი ნათქვამია და ის ამბობს, რომ გააჩნიაო ვის რამდენი უნდა რომ შეწიროს ღმერთს. აი ეგ არის. რამდენი გინდა რომ შეწირო ღმერთს. ამაზეა ლაპარაკი. ეს ფსალმუნის კითხვაზე კი არ არის მარტო. მთელ ცხოვრებაზეა ლაპარაკი. რამდენს მოიკლებ ქრისტეს გულისთვის. ვიღაცამ მახვილი მოითმინა, ვიღაცამ სხვადასხვა სატანჯველები. და ჩვენ ეს არ გვაქვს მოსათმენი. ახლა რეალურად რო დავფიქრდით, ჩვენ ეს არ გვაქვს მოსათმენი, მაგრამ ჩვენ მოსათმენი გვაქვს მაგალითად ის, რომ ხვალინდელი დღიდან პეტრე პავლობის მარხვა იწყება. ვიღაცა ამას მოითმევს.
ვიღაცას ეზარება რომ მილოცოს, მაგრამ მოითმენს, მაინც დადგება ხატებთან, მაინც ილოცებს. ვიღაცას შეიძლება სადღაც ორმო აქვს ამოსათხრელი, მაგრამ სუფრაზე ეპატიჟები არის. და მოითმენს იმ სუფრას და წავდა იმ თავის ორმოს ამოთქვის, ეგ არ პასუხისმგებლობა სიტყვაზე. და ეგ არის, რომ ადამიანი რას მოითმენს ის გულისათვის და ეგრეთ ცოტ-ცოტაობით გროვდება. რა გვინდა ჩვენ რომ ღმერთს შევწიროთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვიღაცა სიტყვაზე გამოყოფს დღეში 1 საათს, რომ იქ წმინდათა ცხოვრება წაიკითხოს, იქ სახარება იკითხოს. ვიღაცა იტყვის, რომ მოდი იმ რაღაცა ამაო საუბრებს, იმ რაღაცა სოციალურ ქსელში იქნება თუ ტელევიზორი თუ მოდი ამ ახლის განმავლობაში ამას მივართმე უფალს, ამისგან შევიკავებ თავს. ხო რაღაცა და ყველა მის უნდა მიართოს ღმერთს, რაც ყველაზე მეტად ეძირფასება. აი ამაშია საქმე, რაც ყველაზე მეტად ეძირფასება, ეს უნდა მიართოს. რასაც კაინივით მიართმევს, ეგ არ შეიწირება. მაგითი ადამიანი თავს მოითხოვებს, რომ აი ხო მივართვი რაღაცა. ეგ არ შეიწირება. აი შეიწირება ის ყველაზე მეტად რომ გიყვარს, რაღაცა ჩვევარო გაქვს, ისეთი ცოდვიანი ჩვევარო აქვს ადამიანს და იმას რომ მოიშლი და მიართმევ ღმერთს. ეგ შეიწირება. თუ რაც გიყვარს, იმას შენთვის დაიტოვე და რაც ასე თუ ისე გეთმობა, იმას მიართმევ. ეგ არ შეიწირება. აი მაგალითად, თუ გინდა რომ სიტყვაზე გაჭირებულს რაღაცა ანუგეშო და რაღაცა მიართვა, რაც შენ აღარ გჭირდება იმას რომ მიართმევ, ეგ კი არ შეიწირება. არამედ შენც რომ გჭირდებოდა და იმას მოიკლებ და მიართმევ, ეგ შეიწირება. ზედმეტი კი არ შეიწირება, მაინც რომ უნდა გადაგეყარა, ეგ კი არ შეიწირება. ხშირად ასე ხდება სამწუხაროდ. ადამიანები თავს იტყუებენ და ამბობენ, რომ აი ჩვენ უკვე აღარ გჭირდება ის ტანის ამოსია თუ ის სიტყვაზე რაღაცა სათამაშოა ბავშვისა თუ რაღაცა. რომ უნდა გადაეყარა, იმიტომ რომ ისეთია, რომ იმას ვერავის ვერ აჩუქებს, მეზობელი იქნება თუ ნათესავიდან. მაინც რომ უნდა გადაეყარა და იმით, რაც უნდა გადაეყარა, ჩავთვალო, რომ მოდი სულს მაინც გადავირჩევ. ნაგავში ყოფნა სალგები და ჩემი სული ცხონდება. ეს თავის მოტყუება, ამითი სული არ ცხონდება. სული მითი ცხონდება, შენ რომ მოგწონდა, შენ რომ გეძირფასებოდა და იმას რომ სხვას მისცე. და ყველაზე ძვირფასი, ახლა ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ძვირფასი რამე ადამიანს, რაც არასოდეს არ დაუბრუნდება, ეს არის დრო. ხო და აი ეს დროა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა ღმერთს შეწიროს ის დრო. ჩვენ გვენანება სამწუხაროდ. გვენანება დრო, რომ ავიღოთ სახარება, წავიკითხოთ, იმიტომ რომ რაღაცა ხორციელი საქმეა მოსასწრები. და ჩვენ რეალურად რო ვთქვათ, აი ეს ყველაფერს თავის სახელი რო დავარქვათ, ჩვენ ის დრო სახარების კითხვისთვის გვენანება. ის დრო ლოცვისთვის გვენანება. წირვისთვის გვენანება. თუ რაღაცა ესეთი საფრთხო საქმისთვის გვენანება, სინამდვილეში გვენანება ჩვენი სულის გადარჩენისთვის ის დრო. მაშინ რითი წავდგებით ღვთის წინაშე? ასეთ შემთხვევაში თუ ადამიანს ყველაფერი ენანება ღვთისთვის, მაშინ ხელცარიელი წარდგება. და ვინც რას მოიკლებს ღვთის გულისათვის, იმითი წარდგება ღვთის წინაშე. ეხლა ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ ხოლმე ყოველდღიურად, რომ მე აი დღის ბოლოს ვკითხო, რომ რა მოვიკერე დღეს ღვთისთვის, რა მივართვი დღეს ღმერთს. აი რაც იგივე წმინდა ილია მართალმა რაც ალბათ ყოველ დღეს შენს თავს ვკითხე, ალბათ დღეს მე ვის რა ვარგე. ანუ ვისაც რა მიარგე, ამითი ღმერთს მიართვი ის დღე. აი როგორც ამ წმინდა მოწამეებმა და წმინდა მამებმა და დედებმა მთელი თავისი სიცოცხლე შეწირეს ღმერთს. მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე, იმიტომ რომ შეიძლება ზოგი ადამიანი ძალიან დიდ ცოდვებშიც იყო, მაგრამ მათ შეინარეს
დადგნენ სიწმინდის გზაზე და მერე რაც შეეძლოთ ყველაფერი ღმერთს შეწირეს. აი ეს შეკითხვა რომ მე რითი წავდგები ღვთის წინაშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი უნდა ეცადოს რომ ყველაფერი გაიღოს, რაც შეუძლია. ეს ცოტ-ცოტაობით იწყება, რა თქმა უნდა, ერთიანად არ ხდება. ახლა ჩვენ არ ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრების ყოველდღიური დაუშვათ ურთიერთობები ადამიანებთან. მაგრამ ახლა უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ წმინდა გიორგი დღეს რო ეცხოვრა, აი როგორი იქნებოდა. კვირადილი დაიძინებდა და ითხოვდა რომ მოდი სხვა კვირას წავალ წირვაზე. კაცმა რომელმაც სიცოცხლე შეწირა ღმერთს 2 საათს ვეღარ შეწირავდა. მაგრამ წარმოიდგინეთ ის აი ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და ჩვენ ამათ იმ წმინდანის ცხოვრებას იმიტომ ვკითხულობთ, იმიტომ ვეცნობით რომ მათთამი მიბაძვის სურვილი აღიძრეს ჩვენში. და სწორედ მაგითი გადარჩეს ადამიანი. იმიტომ კი არა დაიზეპიროს და მაინც ზეპირად იცოდეს და სხვა საჯობოს ამისი ცოდნით, არა. იმიტომ რომ მიბაძოს მას. მიბაძა აი პავლე მოციქული წარმოიდგინეთ. დღევანდელი ევროპის დიდი ნაწილი მოიარა მან რითი. იმით კი არა თვითმფრინავებით და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით კი არა. ხშირად ფეხით დადიოდა. ხშირად გემით, რამდენჯერმე გემით ჩაიძირა ესე იგი, ჩაძირო გემში აღმოჩნდა და გამოვიდა იქიდან. წარმოიდგინეთ, აი რას ითმენდნენ ისინი ქრისტეს სიყვარულისთვის. ხოდა მერე შენც გაგიჩნდება ადამიანს სურვილი რომ რაღაცით მიბაძო და შეგწყვება რომ ვერაფრით ვერ ბაძა. მერტი შეგვეციოს რომ აი ამ წმინდანთან საგალობელი როგორ მთავრდება. მათ მიერ გევედრებით აი წმინდა მოწამეთა სისხლი, რომელიც როგორც პორფირი და ბისონი მოსია ეკლესიას. აი მათ მიერ გევედრებით ქრისტე ღმერთო მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. აი ეს უნდა ვითხოვოთ ჩვენ ღვთისაგან რომ მოგცენ მათ ღვთისადმი ვედრებით მოგცენ მათ დამი მიბაძვის შესაძლებლობა. ადამიანმა უნდა ამოირჩიოს აი რომელიმე წმინდანი. ის ამორჩევა ისე კი არ ხდება აი მე ამას მინდა. რომ წაიკითხავ ამ წმინდანის ცხოვრებას, შინაგანად მიხვდები რომ შენი გული რომელიღაცა წმინდანის ცხოვრებას უფრო მეტად დაუკავშირდა. რომელიღაცა უფრო მეტად იმოქმედა ჩვენს გულზე ვიდრე სხვა. და გიჩნდება სურვილი რომ ნანა მას მიბაძო, მაგრამ თუ ადამიანი არ კითხულობს წმინდათა ცხოვრებას, მარტო იქ სოციალურ ქსელში ათვალიერებს რაღაცეებს და იმანის თქვა, ეგრე ყურმაყრული ქრისტიანობა არ არის. ქრისტიანობა ისაა, რომ ადამიანმა ქრისტეს თვისებებს მიბაძოს. და ქრისტეს თვისებები ყველაზე მეტად ვლინდებოდა სწორედ წმინდათა ცხოვრებაში. და უპირველესად კი ყველა წმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში, რომ იმდენად გამოვლინდა, რომ პავლე მოციქულს თავისი მოწაფე დიონისე არეოპაგელი წერს, რომ როდესაც ნახა ყველა წმინდა ღვთისმშობელი წერს, შენ რომ არ გეთხოვ ჩემთვისო, რომ ღმერთიო მამაკაცად უნდა მოვიდესო, ყველა წმინდა ღვთისმშობელი მეგონებოდაო ადამიანად მოსული ღმერთი. ანუ იმდენად ეს თვისებებით გავდა ის თავის ძეს და ღმერთს, განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს და მის შემდგომ კიდე აი წმინდა მოწამეთა, წმინდა მამათა, წმინდა დედათა ცხოვრება, მათი სათნოებები არის სწორედ იმის ნაწილი, რაც ქრისტეს სათნოებები, რასიც ჩვენ უნდა ვბაძავდეთ. და ამიტომაც უნდა კითხულობდეს ადამიანი მათ ცხოვრებას. და არა მარტო უნდა კითხულობდეს, არამედ მათ უნდა ევედრებოდეს, რომ ღმერთმა შეაძლებინოს მათი სწორი მიბაძვა. და იმიტომ რომ მათი ცხოვრება არის ჩვენი ორიენტირი, მათი ცხოვრება არის ჩვენთვის გადარჩენის გზის მაჩვენებელი. შეგვეციოს მათი მეოხება ღვთის წინაშე და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ.